დავისყეთ დომხალი პირველ რიგში არაბული მუსიკა. რეპეტიციის წინ ამ უწყინა რეშმაკობას ყველა ხასიათზე მოყავს. ხანმოკლე დომხალი არაბული ჰანგების თანხლებით გამოცდილი ხრიკია. ერისიონელებისთვის მუსიკალური შაირ-შაყირი განწყობის შესაქმნელი დოპინგია. წინ 8 საათიანი სამუშაო დღეა. შეგვიძლია დავიწყოთ. აბა! წავედი! ამ მომენტიდან ხუმრობისთვის აღარავის ცხელა. ყველა მოძრაობა ღიმილით, თუმცა სრული სერიოზულობით უნდა შესრულდეს. რეპეტიციაზე გაპარულ შეცდომა სცენაზე არავინ პატიობს. ამიტომ აქ სიმკაცრეც ტაქტში ჩდება. რა ხო შეიძლება ეს? ის იქნაულა გამოგდი. შენ ახლა თავარი ფიგურა. ეს არის ჩვენი მოდულობა, მეტი რა. აბა, იგრალე. რა შევაგავდი რა არის? ზოგჯერ ასეც ბრაზობს, თუმცა მრისხანე ნიღაბს დიდი ხნით ვერ ირგებს და მალე ისევ გურულად ხუმრობს. გამეცი პასუხი. ეს რა არის? ეს რა არის? ეს რა არის? ეს რა? ეს რა არის? ეს რა არის? მისის ხური მოხდა. თვითკმაყოფილების სენი არ შეყრია. ჯემალ ჭკუასელი უკვე 20 წელია 120 წლიანი უნიკალური ისტორიის ანსამბლს ხელმძღვანელობს. ესე იგი 20 წელია ამ სიმღერას ვაკეთებ და 1 წელია რომ სამიანის დაწერა შეიძლება. ანსამბლის ისტორია 1885 წელს იწყება. ლადო აღნიაშვილის მიერ დაარსებულ გუნდში ნოე ჟორდანია, ზაქარია ფალიაშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე და ვანო სარაჯიშვილი ერთმანეთს ხმებს უწყობდნენ. ლეგენდარულ ჩოხოსნებს ახალი თაობა ისევ ეროვნულ სამოში, თუმცა არაეროვნული სიმბოლიკით ენაცვლება. 50-იანი წლების ქრონიკაში ნამგალი დაურო ნაციონალური ანსამბლის არაორგანული, მაგრამ უცვლელი ფონია. უკვე 74-ში ერისიონელები იმ დროისთვის მთვარესავით მიუწვდომელ ამერიკას იპყრობენ. ოვაციები კარნეგი ჰოლში ნახევარი საათი არ წყდება. ქართველების ხელოვნება თვით ჯორჯ ბალანჩის აღაფრთოვანებს. Довольно трудно словами выразить, знаете ли, чувства. Сказать, что да, мне очень понравилось, недостаточно. Это замечательно, это недостаточно. Это так хорошо, тоже недостаточно. Это действительно замечательные танцы. Идите, смотрите и учитесь. ქართველი ხელოვანები სამშობლოში წარმატებით გაბრუებულები ბრუნდებიან, თუმცა სრულ ტრიუმფამდე 24 წელიწადია. მსოფლიოსთვის ქართული ლეგენდა 7 წლის წინ გაცოცხლდა. უნიკალური ფოლკლორით მოხიბლულმა ჯიმ ლოუმ საუცხოო სანახაობა გრანდიოზულ შოუდ აქცია. ხალხური წიაღიდან ამოკრეფილ მარგალიტებს დასავლური შეფუთვა მოარგეს. წარსული სპეციალური განათებით გაფერადდა და განსაკუთრებული აპარატურით გახმოვანდა. სხვაგვარად 7-8000-იან დარბაზს ვერავინ შეავსებდა. ძველთან ლამაზად დაბრუნება არის ყველაზე დიდი სიახლე. აი ასე არის. ჩვენ შემთხვევაში განსაკუთრებით, რადგან ეს შექმნილი აქვს საფუძველი ამას აქვს და ფუძე როდის შეიქმნა ვინიცის 1000-ლეულების წინ. უხსოვარი დროის კულტურამ ფრანგი რეჟისორი ტაიერ ვერგნეზით დააინტერესა. ქართული ლეგენდა საფრანგეთის ალპებში ვიდეო წიგნად გადაიშალა. გადაღებებზე ერისიონის მოცეკვავეებმა კასკადიორები უკან გაისტუმრეს. გაუკვალავ თოვლსა თუ ჰაერში 3600 მეტრის სიმაღლეზე ურთულესი ილეთები ქართველებმა თავად შეასრულეს.
სვანეთის მთებში მოხეტიალე სტეფან მიქუს აღარ უყვირს, რომ ქართველები ალპებში ხმალმოღერებულები დაფრინავდნენ. ამ სანახაობამ და ქართულმა ჰანგებმა ის გეორგიაში ჩამოიყვანეს. გერმანელი კომპოზიტორი მთამთა დადის და უნიკალურ ფოლკლორულ მასალას აგროვებს. ჩვენ სტეფან მიქუს სვანეთში კვალდაკვალ გამოვყევით. გვინდოდა ჩვენი თვალით გვენახა ის პროცესი, თუ როგორ იქნება კომპოზიციები, რომელთაც ავტორი უძველეს ინსტრუმენტებზე შესრულებულ თანამედროვე მუსიკას არქმევს. ძველინდური სანოტო სისტემით სტეფან მიქუსი საუკუნეების უკან შექმნილ რიტუალურ მუსიკას იწერს. სვანური ლაჟღვაში მალე რომელიმე სხვა ქვეყნის უძველეს ინსტრუმენტებზე აჟღერდება, ისევე როგორც ნეპალის ჰანგები ვთქვათ ქართულ ჭვირზე. მასზე დაკვრას მაესტრო დროის დაუკარგავად აქვე სწავლობს. ეს მუსიკა ბახსა და ბეთჰოვენს არაფრით ჩამოუვარდება. ქართველებმა ამით უნდა იამაყოთ. სიმღერებში ისეთ ინტერვალებს პოულობ, რომლებიც ევროპელებმა მხოლოდ წინა საუკუნეში აღმოაჩინეს. აქ ჩამოსვლაზე დიდი ხანია ვოცნებობდი, თანაც დასავლურ ცივილიზაციაში ხანგრძლივად ვერ ვძლებ. ერისიონის დახმარებით ოცნება გაცხადა. აი აქ ვარ და უძვირფასეს განსვაგროვებ. კუნძულ მაიორკაზე ტყეში, ცივილიზაციისგან მოშორებით მცხოვრები სტეფანი სვანეთში თავს ლაღად გრძნობს. ვიდრე ულამაზესი მხარის მუსიკალურ კულტურას სწავლობს, პეიზაჟებით ტკბება და ღრუბლებში გახვეული უშბის გამოჩენას ელოდება, მისი ქართველი მეგობრები ანსამბლ ერისიონიდან 17 ნოემბრის გრანდიოზული შოუსთვის ემზადებიან. აუცილებელი განათება ფილარმონიაში უკვე დამონტაჟდა, ისეთი როგორც ევროპის სცენებზე. მალე ქართული ლეგენდა ევროპული შეფუთვით თბილისშიც გადაიშლება.